სხვა მეტი არაფერი, ფილე გავრეცხე ქათმის და ეხლა ცოტა ხანში ავდგები და დაუბრაწავ და შევწვა. მეგობრებო, ცოტა მაკიაჟი გავიკეთე. არც და მიდვარ არ გეგონოთ. ხო და ეს ზედა ვიპოვნე. ჩემი უხუცესი მაყურებლები, ვინც ახართ, ესე და გემახსოვრებათ ავანგარდში რომ ცხოვრობ, ავანგარდში ცხოვრობდი მაშინ და ესე და გავფინე გარეთ და ჩამივარდა რა მეზობელთან და მცხვენო და მეზობელთან ჩასვლა რომ ამომეტანა, ხო, იმიტომ მერიდება ხოლმე რა. მაგრამ ესე და იმენად მიყვარდა მაშინ და ახლაც მიყვარს და ძალიან დიდი ხანი ესე და მაგ. გავუბედი და შევედი მეზობელთან და გადავედი აივანზე და გამოვიტანე მაშინ მეზობლიდან ეს ავანგარდში. და მაშინ გადავიღებდი კიდევაც მე. ულამაზესი და ეს кайხანია მაქვს. 5 წელზე მეტია მაქვს, მაჩუქეს ეგიც და წინიდან ხო ესეთია. აი ესეთ ხო წინიდან და უკან ახლა ლამაზია. ხო ლამაზია. გემახსოვრებათ ესე და ძალიან დიდი ხანია მიყო ავანგარდიდან მეგობრებო. ხო და ახლა ვიპოვნე და შევიცი. რაღაცა გაპრანჭის ხასიათზე მე ცოტა გევიპრანჭე, არსად არ მიდვარ გეფიცებთ ყველაფერს და უბრალოდ რა ვიცი, ლაინერ წევის, კიბერწევის ახლა ეს კარგად, იგი არლთასა, იგი ბალთას. მაგრამ მაინც. ხო და იგი მინდოდა მეჩვენება და ეს შორტიკიც ნაჩუქარია, ოღონ ხო, ესეც რა, კაბა შორტიკია ეს. შევახამე ერთმანეთს და ჩემი ლიზის ფეხსაცმელები. ლიზი თუ არ მაქვს. მახსოვ ხარ, ხო იცი? ესენ შევწოდო ფოტოები გადევიღე და მე და ამ სიმაღლე ვიყო. ამ სიმაღლეს ამ იმაში ვარ, რა ქვია, ფეხსაცმელებში. აი ეს რა ქვია, მეტრა 70 ხარ სიმაღლეში. და ამაში სადღაც მეტრა 60 არა, მეტრა 80. მეტრა 72-მდე ვიქნები, ალბათ ასე? რა ვერც 3 სანტიმეტრის მეტი აქვს, მე მგონი ქუსლი. არა, 2 სანტიმეტრი, სადღაც 3 სანტიმეტრი ესე აქვს ქუსლი. 79, 3-4 რომ იმარ, რამდენია? 70, 73, 74 სანტიმეტრი ვარ, მეგობრებო 100. მიყვარს მაღლები. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის პრაქტიკული. არავინ არ თხოვდება, არავის დაბადების ვერა დამპატიჟონ მაგულაონ და შევიცვა მაღლები და გადმოვაგდო ტრაკი. და ვერსად ვერ ვიცნობ, რა ვიცი, ველოდები, რა იცი, რა მოხდება სამომავლოდ, შენახული მაქვს ყველაფერი მეგობრებო. ხო, ემაგის თქო მინდოდა. ქაის იგიც შევწვი. რა ქვია მაგას, ფილეთ შევწვი. მე სავამ და ლუკამ ჭამეთ, თეკლა ჭამს, დიეტაზია ეს. ალბატონი, ის ეგერ არის, ეს აგერ არის. სახლი დაანგრიეს. აბა ეს როგორ? ხორცს რაც შეეხება შევწვი და დარჩა ეს, კიდე უჭამიათ. შეარგოთ ღმერთმა, მეც ცოტა შევჭამი და ეს დარჩა მეგობრებო მხოლოდ. ხო და რა ვიცი, მე ტერაპია ხდება, გევიხდი ახლა ამას დავწყობ ისე, როგორც უყავით ახლა. ამას შეხედეთ მეგობრებო, ისე ვიხარია. არის კი არ არის. თმა ჩემ გადევივარცხნე შეძლების დაგვარად. ჟელეთინ. მეტი აღარ გადამივიდე, ნუ ამაში, ამ ადგილებში. ბავშვობიდან ვარ მელოტი მეგობრებო. და მოდი ვაპატიეთ, ვაიმე ასე მგონია რომ უკან შეკრული მაქვს თმა, ის ჩემი ოცნება რომ თმა შემეკრას დროს. აი ნახე, ეს გადევიზლიპე ასე თვიშელეთინ, შუაზეც გევიყავი შეძლების დაგვარად, მეგობრებო, აქ არ მემორჩილება, რაც უნდა ზეთი წევისვა, მაინც ამდგარია. ზეთი კი არა, იქ აქეთკენ განსაკუთრებით მელოტი ვარ ამ შუა ნაწილში, ბავშვობიდან ასე ვარ, მაგრამ შეხედი ესეც შეიძლება, ანუ სუდად ვარ? ძალიან მომკაჭობდი? ძალიან მომწონს. წვიმა დაიწყო გარეთ, ფეხებზე მგიდი ახლა. მე ისე მიხარია თმები ასე რომ ეწევა, სულ მგიდი ახლა და ცალ-ჩამოვიდე ზირს. მაგრამ მინდა რომ აი აქ ხო შეიძლება თმა მქონდეს? და ბავშვობიდან ვარ ასე. აბუსადათისაც არ მოყავს დასაწვავი. აი ესე მინდა რომ აქ ასე რომ ჩადიოდი, საფრთხე ლამაზი იქნებოდა, მაგრამ აი ეს მეგობრებო არა ისეთ დაუმორჩილებელი თმა არის არ მორჩილდება აი იცი აქ უკანაც განახოთ უკან ნაკლებად მაინტერესებს როგორ მაქვს თმა სულ მგიდია თავარია წინ მე რასაც ხედავ კარგად იყოს მაგრამ ახლა კამერაში განახებ და მე მეც შევხედავ გავთიშავ აი ესე არის უკან თებლა კარგად ჩანს თუ იცი აი ესე მაქვს უკან მეგობრებო აქეთ მოიწე ცოტა და ჩანს ახლა კაია კარგად ჩანს ხო აი მეგობრებო ეს არის უკან აი
ვის საინტერესებს უკანა მხარე? თავარია წინიდან არის, კაი. მე მივიდი, როდის გამიზდება ღმერთო, როდის შემეკრება დედა. მან. ამინა, აი ესე მეგობრებო. ასე მინდა რომ ჩემ თავს მოვატყუო, რომ ვითომ გრძელით მომაქვს და უკან შეკრული, რომ მინდა რომ აი ასე იყოს რა. ხამჩხლების ცალკე დედავატირე. ასე. აქცას გადმოვარდა. ასე. მოკლედ ესეთია მეგობრებო. და ძალიან მომწონს. არა, ძალიან არ მომწონს რა თქვა. ძალიან მაშინ მომეწონებოდა აქაც რომ მქონდეს თმები და მელოდი რო არ ვიყო. მაგრამ ეს დედა ჩემის და მამა ჩემის ბრალია. ასე რომ გამაჩნეს. და ასე გადავდოთ, აი ასე. აი ესე. აი. აბა იგიც ასე. ახლა ერია მონასტერი. კაროჩე, რაც არის მეგობრებო, ეს არის, აი აი ესეა მეგობრებო. და ძლივს ნელ-ნელა მიმგვანები ქალს, როგორც ჩალიჯიბიდი მითხრა, ნელ-ნელა იმგვანები ქალს. ქალის სიტყვა არ მიყვარს. მაგრამ თქვა. ლაივი მქონდა მეგობრებო ჩართული. კაი ლაივი ხო მეტყვა სახეს. ნუ ყველაფერი კაი არის ჩვენთვის, კაი ხალხისთვის. ნუ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. და დღევანდელ დღეს ძალიან კარგი იყო. თმები გამიშრა მეგობრებო ჟელე და ისევ ასე ევიდა ზემოთ და ორი ცალი კიკინა გევიკეთი აქეთ. ხო მიხდება. ხო, ლაივსაც შეხება ძალიან კარგი ლაივი იყო. უზომოდ დიდი მადლობა ყველა კარგ ადამიანს, ვინც იყავით შემოსულები და ერთ რაღაცა მინდა ვთქვა, ლაივიდან გამომდინარე, მადლობას გიხდით ყველა იმ ადამიანს, რომელი ადამიანებიც ჩემში გინების გარდა სხვა რაღაცებსაც ხედავთ. და მარტო იმას არ ხედავთ, რომ ვიგინები. და ამ გინების იქით ბევრ კაის და ბევრ გლახასაც რომ ხედავთ და ჩემთან რო ხართ და გიყვარვართ ისეთი, როგორიც ვარ, მეგობრებო, ამისთვის გიხდით გულწრფელ მადლობას. დიდება უფლის სახელს, ღმერთი იყურება ზემოდან და მაგ იმხედავს, ახლა ვაფირისტობ თუ არა. უზომოდ დიდი მადლობელი ვარ იმ პატარა ბავშვიდან დაწყილი, იმ უმფროსი ბებიის და ბაბუის ტოლი თაობით დასრულებული, რომლებიც მიყურებთ ობიექტურად, კაისაც ხედავთ, გლახასაც ხედავთ და მიღებთ ისეც, როგორიც ვარ და არც დილობთ, რომ გამომასწოროთ. იმიტომ რომ მე ვერ გამომასწორეთ, მეგობრებო, და ზოგადად ადამიანს თქვენ ადამიანს ვერ გამოვასწორეთ, მეგობრებო. ჩვენ რაც არ უნდა ადამიანების მორალი ვუკითხოთ და ვასწავლოთ რა არის კაი და რა არის ცუდი, ადამიანს თუ არ უნდა ვერ გეიგებს. და ვერ გამოვასწორებს და არ გამოვასწორებს. ამიტომ მადლობა დიდი, ვინც არ ცდილობთ, რომ გამომასწოროთ. გინებას ვგულისხმობ, ანუ გინების საკითხს ვგულისხმობ, იმიტომ რომ აქანა ეს ბოროტები, ვინც გვიყურებენ, მხოლოდ გინებას ხედავენ. იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. რატო ვიგინები, არც მაგი არ აინტერესებს. მთავარია ვიგინები და რას ქვია ვიგინები. ხო და ასეთები არ მაინტერესებს ხარ, აი ასეთ ხალხს უზომოდ დიდი მადლობა, ვინც ჩემი გლახა მხარის აქით ხედავთ კარგ მხარეებსაც და გლახა მხარეებსაც. ნუ არც გლახა მხარეების ჩამოთვლას დავიწყებ ახლა და მით უმეტეს არც კაი მხარეების ჩამოთვლას დავიწყებ, იმიტომ რომ მე მირჩევნია ჩემი თავი გავაკრიტიკო და არ ვილაპარაკო ჩემს ჭყალებში მიღწევებზე და ასე შემდეგ. არასდროს არ მიყვარს და აი ვერასდროს ვერ ნახავთ ვიღაცა რომ ვერ დამიდებთ ფაქტს, რომ მე ჩემი თავი ამყავს მწვერვალზე და ჩემი პირიდან ვსაუბრობ. ადამიანი კაი რო ხარ, ეგ შენ არ უნდა აღნიშნო შენ თავზე და შენ თვითონ შენ არ უნდა ილაპარაკო შენ კაი ქალობაზე. შენ კაი ქალობაზე ან შენ კაი კაცობაზე უნდა ისაუბროს სხვამ უნდა აღნიშნოს. შენ როცა შენს კაის უსმევ ხას და აუ მე ესეთი ვარ და დედა მე მუშაობ. ანუ იდი ნახვი აქედან. და
და ასეთ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. ჯამში იყო ძალიან კარგი ლაივი. უზომო მადლობა. კაიფს ვინც მიწერდით, კაი თვალით ვინც მიყურებდით და მიყურებთ. ჩარიცხვებისთვის ასევე ძალიან დიდი მადლობა თითოეული თეთრისთვის, თითოეულ ადამიანს ასე ყოველღამე რომ მახარებთ და ასე უანგაროთ რომ იმეტებთ ჩემთვის იმ თუნდაც 5 თეთრს, 10 თეთრს და მით უმეტეს მაღალ თანხებს. აი ძალიან დიდი მადლობა ყველას ღმერთი ეყურება ზემოდან და ღმერთი ყველას დაგიბრუნებთ უკან თქვენს სიკეთეს, ისევე როგორც ბოროტებას. ხო, აი მაგის თქვა მინდოდა. ჯამში ესეთი იყო დღევანდელი დღე, რა ვიცი, ასეთ ისე კაი დღე იყო. ეს უბრალოდ კოჭის დღესაც არ დავუვანე, არ ვიცი როდის დავუვან, ყოველ დღე ვბან და მე მეზარება. დაგემშვიდობებით, ახლა დავწვევით, დავიცინებთ, ცილისწამალი დავლიე უკვე, რომ დავიცინო მეგობრებო და დაგიბრუნდებით ხალხო ხვალიდან. სახლი დაანგრიეს, ანუ აზრი არ აქვს ამგენთან ლაპარაკს, სახლი დაანგრიეს. ბოდიში გამეთიშა მეგობრებო გადაღება, ანუ მაგას ვიძახოდი, რომ ვიღაცამ დამიწერა მეთქი ლაივში, ბავშვები მონად ყავს ქცეული. დედა, ბავშვები მე ბავშვები კი არ მყავს მონად ქცეული. ამ გემს ვყავარ მონად ქცეული მე. 24/7-ზე. ლაივში წყალი ვთხოვეთ ეკლას მომიტანე თქვა და წყალი რომ მომიტანა მაგიტო დამიწერა ვიღაცა მონად ყავს. ანუ მე იცი ეს უთენო შენ შვილს რო თხოვო რომ წყალი მოგიტანოს, რო თხოვო რომ წყნარად იყოს, რო თხოვო რომ მიდი შვილო საწოლი გადამისწორე. ანუ მონობა? მაშინ ჩვენ დედების მონები ვართ. ჩვენ დედების მონები ვართ მაშინ. რომლებიც ჩვენ შვილებს უზრდით, ანუ მონებად თვლით თავს. მე მაგალითად ჩემ თავს მონად არ ვთვლი ჩემ შვილებს რო ვსვი. მე უნდა გავსართობ ვინ გაზდის ჩემ შვილებს, ხო? რა შემჭირდება სხვისი გაზდილი ჩემი შვილი? რატენი? ანუ სიბოროტე, უვარგისობის სინდრომა, შეუმდგარობის სინდრომა, რა ვიცი, სიბოღმე, ანუ ბოლომდე დაგაკარგვინათ ადამიანობის სახე და ბოლომდე გაგითიშათ ტვინი დედა ზოგიერთებს და მართლა მეცოდებით ანუ იმიტომ თქვენ ცხოვრებაში ვერას დროს ვერაფერს ვერ მიაღწევთ და რომც მიაღწიოთ ისეთი გაუნათლებლები ხართ სიბოროტისგან რომ მალე ვერ დაკარგავთ იმ წარმატებას აი უნამუსო ვიყო რა მართლა გეუბნებით და სანამ ვიღაცასთან მიხვალ და რაღაცა დებილობას დაუწერ დაფიქრთი დედა დაფიქრთი დაფი ვინ გაგზარდათ ასეთმა უჯიშომ ან რამში გაცდინათ ასეთმა ცხოვრებაში ან რა ტრაგედია გამეიარეთ ასეთი ცხოვრებაში რომ ამ დონეზე გამოშტერდით და რაღაცა სისულელეებს და სიბოროტეებს აკეთებთ აქ ჩემზე იქ იმაზე და იქ იმაზე ანუ რა მონა გუშინ ვიღაცამ კიდე შენ შვილებთან ერთად მაგსახში დაიწვი და მეიწვიო ანუ უკან ბრუნდება ყველაფერი და უკან ბრუნდება თუ გინდა იყო კარგად სხვასაც უსურვე კარგი და თუ კარგს არ უსურვებ ცუდი მაინც არ უსურვ არავის მე თქვენ გამოგევნა მე ფეხებზე მკიდე ახლა რა ხაგნა ის დამიწერე მაგრამ მიტო ხართ მასე უბედურები რომ სხვებს ანუ სხვების მარტო უბედურება რო გახარებთ და ბედნიერება რო გამწუხრებთ იმიტომ რომ თავად ხართ უბედურები და არ ხსიაუნეთ სხვას რო ხედავთ ბედნიერს ეგ თქვენი პრობლემა ჩვენი პრობლემა არ არის ანუ ჩვენ არ წაგვირთმევია თქვენთვის ბედნიერების უფლება თქვენ თავს თქვენ თვითონ წაართვით ბედნიერების უფლება იმ მომენტში როცა გულში შეუშვით სიბოროტე ნეგატივი და სიბინძური ანუ და ეხლა ვიღაცამ არ დამიწეროს საგან მორალს მიკითხავს მე უნდა გიკითხოთ ზუსტად მორალი ასეთებს იმიტომ რომ მე მეთქმის გამომივლია ძალიან ცუდებით და გამიკეთებია ძალიან ცუდებით და გამომივლია და გამიკეთებია კარგებიც და ზოგადად ქუჩა რო ასწავლის ადამიანს ცხოვრებას ისეთ ცხოვრებას თქვენ ვერც უნივერსიტეტში ვერ ისწავლით და ვერსად ვერ ისწავლით საერთოდ აი მშობელიც ვერ გასწავლის იმდენს რამდენსაც ქუჩა ასწავლის ადამიანს ზოგი ბოროტდება ზოგი გზას ინარჩუნებს მაგალითად ჩემზე დავრჩი გზაზე და არ ვარ ბოროტი უზრდელი ვარ თავხედიც ვარ ვინც იმსახურებს უზრდელიც ვიქნები მასთან და თავხედიც და ნაგლიც და უმადურიც
მაგრამ რაც თავარია თქვენნარი ბოროტი არა ვარ და ადამიანს ოდე ვინახავ ბედნიერია არ დავწუხრდები და ადამიანს ოდე ვინახავ უბედურია არ გამიხარდება მარტო ამიტომ ვამაყობ ჩემი თავით და ღმერთის მადლობელი ვარ რომ დავრჩი ასე და არ დაგემგონეთ თქვენ ბოროტ საზოგადოებას ახლა ალბათ გაგეცინებათ და რევს ბოდავსო იტყვით მაგრამ ვერ გაგამტყუნებთ იმიტომ რომ ყლეს თავში ტვინი რო კონდეს ყლე არ ირკმეოდა და მეორე ანდაზაც ვიცი თმას რო ჭკუა კონდეს ტრაქში არ ამოვიდოდაო თქვენზეა ნათქვამი ჭკუა და პასუხი უნდა მოთხოვო ისეთს ვისაც ესმის ახლა ვისაც არ ესმის და თქვენნაირებს ბოროტებს რო იწევლებით რა ვიცი საშინელებებს რომ მიწერთ მე პირადად და სხვებსაც თქვენ რა პასუხი უნდა მოგთხოვოთ ახლა მითხარი ჩვეულებრივ ამხელა თმები ხართ ტრაქში ამოსულები всё წერტილი მორჩა დიახ სიმართლე მწარეა მაპატიეთ რომ ასე ვერ გიხდის თავს და არ გასაქმები ერთ თავზე და მე მადლობას არ გიხდით მაპატიეთ არ ზის ჩემში მასეთი რაღაცა არ ზის ვიღაცები მიწერენ თავში აქ ავარდნილო თავში არაფერი მაქვს მე ავარდნილი რაფერის ვარ ახლა ისეთი ვიყავი ყოველთვის ესეთი ვიყავი ასეთი უზრდელი და ასეთი თავხედი ვიყავ მე სულ პროსტა გარეგულად გევიზარდე და ხმა დამიბოხდა ჩემ თავს ვატყობ ანუ ადრინდელ ვიდეოებში ცოტაში და 7-იც ვიყავი ადრე ახლა სიმშვიდე აღარ მაქვს ანუ დარღვეული მაქვს ყველაფერი სიტუაციებიდან გამომდინარე და ეს თქვენი ბოროტი ხალხის წყალობა არ არის არ გაგიხადეთ თქო არა ჩემი ტკივილებიდან გამომდინარე ჩემი ბორიადან გამომდინარე ბევრი რაღაციდან გამომდინარე რაღაცნაირად შიგნიდან გძნობ რომ რაღაცა ცოტა ასეთი გავხდი და რაღაც მაგრამ იდეაში ისევ ის 13-12 წლის ტუტუცი გოგო ვარ, რომელიც წვირიანი ნიფხვით წერდა ვიდეოებს. ისევე ის გოგო ვარ. უბრალოდ გავიზარდე და უკვე ვიცი რომ არ შეიძლება ბინძური ნიფხვით გარეციარული. მაშინ არ ვიცოდი. არც ვინმე მყავდა რომ მესწავლა. ახლა ვიცი. არავის უსწავლებია, ცხოვრებამ მასწავლა. აქ კიდე ვიღაცებს სახში 9 თაობა უზიათ. რა ვიცი დიპლომიანი მშობლების ზრდით ზოგიერთებს, მაგრამ შვილები მაინც ყლეები რჩებით და ასეთი ყლე შვილები შემოდიხართ ჩემთან და სახლშიო შეშვილებთან ერთადო ამ მოიწვითო მიწერთ ასეთ კომენტარებს. მე მაგას ქუჩაში უპატრონოდ გაზრდილი და დღემდე უპატრონო, არავის არ დაუწერ, მაგას მტერს არ დაუწერ, გოგო რომ დეიწვით სახლში და ფერფლი გეიტანოთ თქვენი ღმერთმა და გინება მემეტება, გინებით ხო, მაგრამ წყევლით გამიზნულად ადამიანს სიკვდილი და კუბო უსურვო ჩემთან შორს არის მეგობრებო განა რა ჩემი რამიდის რა დავწყევლი მაგრამ არ მინდა წინ ვიხედები მე იმიტომ რომ შეიძლება ეს სხვა უკან მომიბრუნდეს და ამ ცუდი სიტყვებით მე უფალს რო გულს ვტკენ ეგეც კარგად მესმის იმ გინებითაც გულს ვტკენ მე უფალს მაგრამ ასე თუ ის რა ვიცი 29 წლის ვარ და მე მგონი 29 წელია ვიგინები და ამას უკვე შეეჩვია ასე თუ ისე უფალი და ახლა მე ასე მოვლოდნად ღმერთი შოხში ჩავაგდო და წყევლად ევიწყო ეს იქნება კატასტროფა ჩემთვის იქნება კატასტროფა მე რომ მოვკვდები მე რომ მომეთხოვება მე პასუხი იმ ცხოვრებაში ამ ყველაფერზე და მე ჩემ თავზე ვკვდები მე ზოგადად წინდახედული ვარ ბავშვობიდან ანუ რაც არ უნდა იყოს აი წინდახედული ვარ რაღაცნაირად რა ამ ნაბის სანამ გადავდგომ წინასწარ გეგმავ ასე რომ გადავდგომ ეს ასე იქნება ეს ასე იქნება ასეთი ვარ მე განა რა ვინმეს მომერიდება ეხა გინება არ მცხვენია და წყევლა და მე წყევლა შემცხება ვინმესი? მაგრამ არ შეიძლება არც გინება არ შეიძლება მაგრამ წყევლაც არ შეიძლება უფრო დიდი ცოდვაა ჩემთვის წყევლა რომ ვიღაცა ადამიანს გამიზრუნლად უსურვო რომ კუბოში ჩაწვეს და მოკვდეს ანუ ამას ისევ ჯობია დედა შეაგინო კამფეტია მაინც მაგრამ წყნა და შემშილს მიშოვლებიანი მაგენ ისედაც და თქვენ რა გონიათ მე რომ მაგეს ვაგინებ წით პირიქ გახარ რამდენი შემოსულა ჩემთან ლაივში და დაუწერია კომენტარი მაგინე კეთკე ხორცებიო იმდენი გახარება ჩემ შვილებს მე ჩემთან არ დავწყევი ავამტყოფები არიან სულ მაგის თქვა მინდოდა მეგობრებო წავედი ახლა მშვიდობიან ღამეს და ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ ყველა კარგ ადამიანს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ისეთ ადამიანს რომელი ადამიანებზეც ახლა ვილაპარაკე თქვენზე გაგახაროთ ღმერთმა და მადლობა და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის რომ ასე მიღებთ ასეც როგორიც ვარ რა ვქნა ხანდახან ჩემ თავსაც ვერ ვიტან მეგობრებო ისეთი ხასიათები მაქვს მაგრამ რა ვქნა ხალხო რა ვქნა
მადლობა ვინც მიძლებთ. უზომოდ დიდი მადლობა ყველას მეგობრებო. მშვიდობიანი ღამე კიდევ ერთხელ და დროებით ახლა ბავშვებს დაგემშვიდობებათ და დავამშვიდობებთ ახლა ბავშვებს სახსას განახებ როგორ დაანგდის. ასე გამოიყურება მეგობრებო კუხნა, კუხნას ასე თუ ისე ნორმალნა და ზალა. რა ვქნავ? ჩემი მონები არ ითვალისწინებენ რომ მეუნები არ დაანგრიოთ სახლი თქო. რანაირი მონები ხართ? თუ არ მემორჩილებით მაგის დედავატი. დაემშვიდობეთ მეგობრებს ხვალამდე მონებო. ცუდად ახლა. მონებო, აბა მონებო. მონები იაფად, მონები. მალვა. ვიცი რო არ ხარ შეგისწინოს დედამ ღმერთმარას არ გამყოფოს მონა. დაემშვიდობე მეგობრებს ხვალამდე. პაპი და მოკია ტაპი. ეს ახლა აშკარად ეს საზოგადოება ვინც თურმე ფიქრობს რომ ბავშვები მონებად ყავს აყვანილი ალბათ ეხა მე რომ ბავშვებს ვთხოვ რომ დაემშვიდობეთ მეგობრებს ხვალამდე თქო და ბავშვები რომ გემშვიდობებიან ალბათ ამაზეც იძახიან მონები თუ არ არიანო ეს მონობა კი არა და ზრდილობა არის ელემენტარულია პატივისცემა არის რითაც შეგვიძლია რომ ტკბილი სიტყვით დაგემშვიდობოთ კარგ ხალხს და დანარჩენებს ახლა ცუდები ვის ვიყურავთ ხო იცით ახლა ჩემი წარეენა ჩემი უზდელი ენა და ერთიურად არ აქცევ საბა შენს დაემშვიდობე მეგობრებს წავედი მეგობრებო მშვიდობიანი ღამე კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და დროებით დაგიბრუნდებით ხვალიდან